გარეშე დღეს განსაკუთრებული სტუმრით იწყება ადამიანი, რომელმაც საკუთარი ახალგაზრდობა ძალა და სუნთქვა სამშობლოს თავდაცვის საქმეს მიუძღვა. აფხაზეთის ომი მხოლოდ ისტორიის ნაწილია მათთვის, ვინც იქ არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი სტუმრისთვის ის დღესაც გრძელდება მოგონებებში, ხმებში, დანაკლისში და იმ სიმამაცეში, რომელიც ემდე ატარებს. მოხარული ვარ დავიწყო საუბარი ვიცე-პოლკოვნიკ დავით ჩუბინძესთან, კაცთან, რომლის თვალებშიც საქართველოს უახლესი ისტორია. გამარჯობათ, ბატონო დავით. გამარჯობათ. მზად ხართ ვისაუბროთ დროის გარეშე? ვისაუბროთ დროის გარეშე. კარგი. ამისთვის დadzინათ შეკითხვა და გიპასუხებ. კარგი. სად დაიწყო თქვენი გზა? რა ბავშვობამ და როგორ გარემოებამ ჩამოგაღალიბათ? ბავშვობა დაიწყო ჩემი ქალაქ ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეში. საშუალო სკოლა დავამთავრე იქ 72 წელს, მე დავმოვედი თბილისში, დავამთავრე ტექნიკუმი, ტოპოგრაფიული, მივიღე ოფიცრობა. მის შემდეგ ყოველდღიური მუშაობა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა არა უშუალოდ სამსახურში და სხვადასხვა თანამდებობაზე, სხვადასხვა ამასობაში და მოვიდა 89 წელი ეროვნული მოძრაობა დაიწყო და ჩავერთე ეროვნულ მოძრაობაში. ვიყავი დამოუკიდებლობის პარტიის წევრი. ირაკლი წერეთელთან აქტიურ მონაწილეობას ღებულობდი პარლამენტის წინ შიმშილობის აქციაში იმ პერიოდში. იმ ღამეს იქ არ ვიყავი 9 აპრილს, თორე ალბათ იქ დავრჩებოდი მე. და როდის გააცნობიერეთ, რომ სამხედრო ცხოვრება ვის არჩევა თქვენი გზა არის? საშუალო სკოლაში რო სწავლობდი, სამხედრო გაკვეთილები ტარდებოდა ჩემ პერიოდში. ახალი მაშინ შემოვიდა სამხედრო გაკვეთილები და იმდენად ჩემთვის რეალური იყო, რომ აი სამხედრო გამხდარიყავი და ბევრი ბიჭები კი არა, გოგოებიც იმას ფიქრობდნენ, რომ აი სამხედრო გამხდარისეთი მიწაზე ყავდა მასწავლებელი. დიახ, სამხედრო იყო თვითონ და ჩაგვაგონა, რომ აი სამხედრო და სამშობლოს დაცვა და პატრიოტულ მოტივებზე ვიზრდებოდით რა საშუალო სკოლაში. ჩვენ საშუალო სკოლა დავამთავრეთ და არასაჯარო სკოლა. დიახ. კარგით, მაშინ ვინ იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორიტეტი ან მაგალითი ახალგაზრდობაში? ჩემი ახალგაზრდობაში ეს მასწავლებელი იყო, რა თქმა უნდა, სკოლაში და შემდეგ უშუალოდ დავიწყე მუშაობა. იყო პოლკოვნიკი ხვედელიძე. გიზო იასონიძე ხვედელიძე. უშუალოდ პოლკოვნიკი ჭიათურის ის იყო, მე ოქტომბრის რაიონი იყო თბილისში, მისი უფროსი იყო და სამწუხაროდ ახალგაზრდა კაცი ავღანეთში იყო და საგებია. თქვენი კუთხიდან იყო მე მგონი თვალს. ზესტაფონის რაიონი, სოფელ დილიგაურიდან. აიშვილები დარჩა პოლკოვნიკების შვილი უშრების დღეს, არჩილ ხვედელიძე, მეორე ბესიკ ხვედელიძე უფროსი, მეცნიერებათა დოქტორია, უროლოგია, განსაკუთრებული პიროვნება. ჩემთვის ისინი ბავშვები არიან, პატარა ბავშვები არიან, ისე არის დიდებული ხალხი არის. მოდით ცოტა მტკივნეულ საკითხზე გადავიდეთ, რასაც აფხაზეთის ომი. ბატონო. ცოტა არა, მე თვითონ შესწავლას კორექტირებას გავაკეთებ ჩემს ნადადებაში, რომ ძალიან მტკივნეა. როგორი იყო სამხედრო სამზადისი იმ პერიოდში, სანამ რეალური ომი დაიწყებოდა? სამხედრო სამზადისი იყო ავაზის ბატალიონი ჩამოყალიბდა დამოუკიდებლობის პარტიის მოტივი. აი დამოუკიდებლობის პარტიაში რო ვიყავ, აი შეიქმნა ავაზის ბატალიონი. რომელსაც მეთაურობდა დღესამწითელაში ამ ბატალიონს. თავის დროზე ცხინვალში მაგალითად ისე წავედით, არაფერი მომზადება არავით არის. просто წავედი რა. გული შეგვტილოდა სამშობლოზე და სეპარატისტებთან საუბრად წავედი. აი ჩაგეკითხებით, იგრძნობოდა თუ არა რაღაც დიდი და მძიმე რო ახლოვდებოდა? კი, იმიტომ რომ ცხინვალში ჩვენ ომი არ წაგვიგია, შეიძლება ომი წაგვაგებინეს, მაგრამ შეტაკებები ყველა მოვიგეთ, ჩვენ თუკი სადმე შევედით, უკვე გამარჯვებული გამოდია. ომი წაგებულად ჩაითვალა. იყო სამზადისი უკვე ჩანდა, აი 14 აგვისტოს
რაც აფხაზეთში მოხდა. იმან უკვე საფუძველი შეუყარა, რომ დიდი რაღაც მზადდებოდა საქართველოში. დიდი მოლოდინში ვიყავ. მაშინ დეტალაშობა გასცა განკარგულება შაუმიანის ბაზაზე მოხდა ბატალიონის რეორგანიზაცია და ჩამოყალიბება ცალკეულ ბატალიონად იქნა ჩვენი ბატალიონი. იქნეული დარეგისტრირებული და შაუმიანში გავიარეთ თუნა და ამჯულობა. მოგეხსენებათ მაშინ ქართველებს არ ყავდა ესეთ სამხედროები, თუ ვინმე იყო სამხედრო, იყო ძირითადად артиллеристი, გპ-ი დამთავრებული და ტოპოგრაფი, ოფიცრები. ახლა მე ჩემი სპეციალობით კი ბატონო. ჩემს ზღვაში ყველანაირად ვასწავლები რა ტოპოგრაფია შეეხება. რუხებს და артиллери შეეძლო артиллерია ესწავლებია. ფეხოთას არ ყავდა ფეხოთის სპეციალისტი, იყო ბაქოს დამთავრებული ოფიცრები, ლექციებს კითხულობდნენ და ვავარჯიშებდნენ და გვიყვებოდნენ და იყო. მაგრამ როგორც ასეთი საერთო საჯარისო სასწრების არ ყავდა. ნაკლებობა იყო. და იმ პერიოდში ჩამოიყვანეს რუსები გამზადებდნენ? რუსები ინსტრუქტორებად ეს იყო მოხალისეები, არ იყო ეს იმაზე სახელმწიფო დონეზე. როგორ მეც რომ მითხრა, რომ ამოდი ამდენს გადაგიხდი და ხოვდებით როგორი. დიახ, ასაგე. ეს იყო მოხალისე, ფულს ვუხდიდნენ, ჩამოვიდა ვასწავლიდა და ვიგითხავდა თუ როგორ უნდა გვემოხატნა, რა უნდა გაგვიგეთებინ. ორი იყო ჩვენთან ასეთი. მე თუ მომეცემო საშუალება როგორ დაიღუპენ იმასაც. კი, ნახოთ. ჩავიდეთ მომენტ. რა იყო თქვენი პირადი мотиваცია ომში უშუალოდ ჩართვის და რა მაინტერესებს? რა იყო პირველი ემოცია და განცდა, რომელიც ომში შესვლის დროს დაგეუბნათ? ესე იგი, ასე ვთქვათ, ომის პირველი დღე. ომის პირველი დღე, ასე იგი, ყველა მხარეს სიკვდილს უხდიდა. არ მეგონა, აი პირველ ღამეს მე თუ ცოცხალი დავჭირდა. არ მეგონა. იმიტომ რომ სად თეორია და სად უკვე აღარ პირდაპირ პრაქტიკა. შედიხარ პრაქტიკა ომს შედიხარ. იყო ამბაზარი შეხო თვიასისრია და შენ გვერდში რო ერთი და მეორე დაიჭრა მესამე იკითხი. შენს ემოციაში ხარ და განიცდია. დიდი სტრესი. ხო. რა არის იცი? შიშმა შიში უნდა ადამიან შიში აქვს ყველას. არავინ თქოს ვა შიში არ აქვს. შიში აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზურგი უნდა აქციო, ზურგს აქციო, მაშინ ზურგში მოხდება. ის თვია, დაგეცემა ზურგში აუცილებლად. ამიტომ პირით უნდა იდგე და რაც შეგიძლია წინააღმდეგობა გავუწიო და აი მან გადამარჩინა ალბათ პირველ ღამეს. მერე უკვე აღარ იყო ეს განცდა, რაც პირველ ღამეს იყო, იმიტომ რომ იქ ჩემი ახალგაზრდობა დამთავრდა. აი პირველ ღამეს დამთავრდა ახალგაზრდობა და სიყვარული და ყველაფერი დამთავრდა. საგები. აი რა მინდა გითხრათ, გითხოთ. თუ შეგიძლიათ ერთ კონკრეტულ დღეზე ან ეპიზოდზე მოგვიყვეთ, რომელიც არასოდეს დაგავიწყდეთ. დავიწყოთ 26 დეკემბერი. 1992 წლის 26 დეკემბერი არის. დაიგეგმა შტაბში ოპერაცია სოფელ ლაბრის აღების. გადავედით დილით 5 საათზე კამიშიდან დავიძარეთ და გავეთ შეტევაზე. ხუტორს დასახლება იყო, იქიდან დავიძარეთ, გავეთ 12 კილომეტრი ამ სოფელს სიგრძე. დაბლიდან რო ადიხარ კამიშის მეურნეობიდან 12 კილომეტრი 93 სიმაღლე კოჩარის მისადგომებამდე მიდიხარ. აწარივით სოფელია რა, გზის მარჯვენა მარცხენა მხარეს არის დასახლება. რუგაზე ასე იყო და რუავეით მე უკვე ჩემი თვალით ნახე, მაგრამ თავიდან ხო არ ვიცი. ჩვენთან ერთად ღებულობდა ამ ოპერაციაში მონაწილეობას ავღანთა კავშირი. ჩემ გვერდში
ხედავαμε რომ მართლ ერთად ვიყავით, ბახვა გოგოლაძე იყო, რომელიც პარტიაში ირაკლისთან კაი ფუნქციას თავის დროზე ასრულებდა პოლიტიკურ ფუნქციას და უამბოსაკითხი ადამიანი იყო. ყოველთვის პარტიაშიდაც და უკვე მერე ჯარშიდაც პირველი გასვლა შავნიანიდან, შავნაბადიდან ბახვამ წაიყო და პირველი ასეული ნოემბერში დამისზე. დეკემბრის 26-ში დაახლოებით 8 კილომეტრი გვექნებოდა გავლილი. მარცხენა მხარეს როგორ გიწით მოყოლა? ხო, შეხედეთ რა ხდება, იცი, ეს არის ძალიან მისმა ოჯახმაც არის იმას ორი გოგო დარჩა და შეიძლება მისმა მეუღლემ ანა მაბადიოს მისმა მეუღლემ მე არ მინახია ისინი წლებია, ბავშვები პატარები, ეფელები დავდო პატარი გოგოები იყო. მიჭირ ძალიან დღე-დაღამე ყასთან ერთად ვიყავი და ისეთი ნამაზი ბიჭი იყო, აი მოხდენილი ვაჟხაცი რა. ჩამოვასვენე დასაცავსულების ნახვასი დაგლეტილი იყოს. აღზია მეთქა? არა. ძალიან ცუდი ისტორია ხამას. ქართველმა ესროლა, ოღონ იქით ფუძდა. ქართველი. იქ ყველა გვეუბნებოდა, სომეხი, ქართველი, აფხაზი, ჩეჩენი, კაზაკი და რა ვიცი. მარჯვენა მხარეს მოდიოდა ავღანთა კავშირი. მარცხენა მხარეს მიდიოდი ჩვენ, მე ვიყავი ბახვადან სადღაც 20-30 ნაბიჯში დაშორებული. რომ წამოდგა დავინახე, გაგზული მიდიოდა რომ წამოდგა. ამას წამოდგა და დაუძახა. მომყევითო რა, რატო ჩამომჩით, მომყევითო და ამის დაძახილი იყო და მოხდა სნარიადი გრანატა მიოდეს. ადგილზევე დაიღუპა. იქ გაჩერება არ შეიძლებოდა. ავტო წავედი. მერე მოვუბრუნდი და მერე მოხდა ეს რომ დამოვასვენე და ჩამოვასვენე. სახში ხაშვედიდან გავასვენე ძმათა სასაფლაოზე. რაშიდაც ირაკლი ერთელს კიდევ დიდი მადლობა. მთელი დასაფლავების ხარჯები ხაშვეთის ეკლესიაში მაგის დაობით იყო რომ მაშინ ტრისანის ნახდათ არ ეცალა წითელაში ჩამოსულიყო თბილისში და ყველა ჩვენ დაღუპული ბიჭების ან ის გაიგეთებიან ეს თავის თავზე მაშინ იყო ირაკლი ერთელმა და დიდი მადლობა დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ ირაკლის რომ სამაგალითო დაგვასაფლავებია ბახვა გოგოლაძე. რა თქმა ეხლა შემდეგი კითხვა ესეთი მქონდა ბრძოლებში რა როლს ასრულებდა ამხანაგობა და ურთიერთდაყრდნობა და ამ კითხვას მე მგონი უკვე აზრი აღარ აქვს. რომში ამხანაგობა და ის უღალატობა რა ტყვია რასაც ტყვია მართლა ტყვია ძმები არიან სულ ყველანი. აი შემდეგი ისეთი რაღაც მოღებით ომში მიღებული დანაკარგებიდან რომელმაც დაგამჩნიათ ყველაზე დიდი ტკივილი. ყველაზე დიდი ტკივილი ბახვა იყო ჩემ. ის მერე ბევრი იყო 18 კაცი ერთგამეს დაგვეღუპა დესანტი შემოსulis დროს, მაგრამ ის უფრო იოლად გადვიტანე მერე, იმიტომ რომ აქ ისეთი ის ყავდა დაღუპული. დიახ. უკვე მის მერე ალექსი ხუციშვილი დაგვეღუპა, შტაბის უფროსი მათიაშვილი დაგვეღუპა, არსენა დევიძე მთელი ბაღდადი იცნობს წითელსოფელი ვანის რაიონია თუ წითელხევი იქნება. წითელიხევი. წითელხევი ბაღდადის რაიონი. ბაღდადის რაიონია. ხო. აი ქედან იყო ბახვა. დევიძე გბ იქონდა დამთავრებული, არტილერიის იყო, მინამიოტი იყო, სასწაული ადამიანი იყო, მაგრამ აი ბახვამ სულ მომწყვიტა. კარგი. როგორი იყო გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როდესაც ამებში უნდა გადაგედგათ ნაბიჯი, რომლებიც სხვების სიცოცხლეზე იყო დამოკიდებული? გამიმეორე კითხვა. კარგი. როგორი იყო გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როდესაც წამებში უნდა გადაგედგათ ნაბიჯი, რომლებიც სხვების სიცოცხლეზე იყო დამოკიდებული? უნდა გემოხატა სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად. შენ თავზე უნდა აგეღო ყველაფერი. სხვების სიცოცხლის. სხვების სიცოცხლე, მე მაგალითად ყავდა ასეთი პიროვნება, გურამი მისი ბიჭი მე პარლამენტის წევრი იყო. ამახსენდება გურული კაცი იყო. ხნიერი იყო. ომში და ჯერ არ მინდოდა წინახაზე. და რო ხედავ ზაბორზე ავიდა და ავტომატურად და მოასარი რომ დავწია დაბლა და ეგრევე გამოვარა სნარიადმა, ხო რა, დარჩებოდა იქ.
იქ წამები წვითავს ყველაფერს. რა თქმა უნდა. შეტევაზე გადასვლას ერთ მოგიყვებით კიდე ასეთ რაღაცას. დიახ, ის. იქ არის ტამიშსი, არის მეურნეობა. ამათ ჰქონდათ ტბა, ხელოვნური ტბა ჰქონდათ. მეურნეობას ადრე ალბათ გაკეთებული და ხშირად გადავდიოდით ხოლმე ამ ტბაზე, მოენეს დაჭერა რო გვინდოდა ვინმეს, ან იარაღი გვინდოდა ტრაპეი. იქ ჩაუსაფრთხებოდით, რომ არ არსებობდა, რომ ღამეში ვიღაცას არ გამოევლო იარაღიანს და აკავდა ხოლმე ეს და თუ რასაპირებდნენ, როგორ აპირებდნენ, ერთ ასე დროს გადასული ვართ 4 ადამიანი, ერთი ცოცხალია ციგლაური, ჩემთან ერთად ვიცი იყო, გურამი იზმაილოვი ცოცხალია ქუთის ბიჭი იყო და პელე დაიღუპა ქუთის ბიჭი იყო, მამიანი, თემური მამიანი, ისიც დაიღუპა. სამნი ვართ ცოცხალი იქედან, გურამი, მე და ციგლაური. რომ გადავედით, მოვყევით, ომში ხო იცით როგორ არის, ყველა ტყვია პირში იარაღში მიცემული, მერე გადავდენ და ეს არ მოდის იქ. ხო? მაცადე გადავდენ. აგერ ხო, აგერ ბოხოხიანი ხალხი ჩეჩნები. ეს აქ შენივრად მე აღზრდელი, ეს მოვყევ პელე, ეს მამიანი მოვყვა ამას ხაინდრავას და ხაინდრავამ კინო გადიღო მე ამ იმაზე, მონაღოლზე. შევხვდით პირისპირ გილეევის რას. პირისპირ, აი ზედ ტბაზე, ტბის სანაპიროზე. რა გინდა ეს ვრი, შენ მკვდარი ხარ, იზის მკვდარია. იქ ცოცხალი ვინ გადარჩა ვინ არა, ეგ ლატარია იყო. მოხდა ესე რომ დავიხიეთ უკან ჩვენს და იმას და დავშორეთ ერთი მეორე შინობია და. აი ეს ასეთი რამ მომხდარა. თქვენთვის რას ნიშნავს სიტყვა გმირი? გმირი ჩემთვის ყველანი არიან ვინც სამშობლოსთვის. საქართველოს ერთიანობისთვის თავი გაწირა. სულ ყველა გმირია ჩემთვის ეს. სულ ყველა გმირია, ვისაც თავის სამშობლო უყვარს და სამშობლოსთვის არ უღალატნია, ყველა გმირია. მით უმეტეს დაღუპულია. რითი ძლიერდება ადამიანი ომში? შიშის დაძლევით, მიზნის შეგრძნებით თუ სხვა რამით? პირველ რიგში შიშით უნდა დაძლიო, მე უკვე მეგობრები, თანამებრძოლები ყველანაირად ხარში გიდგანან და დარწმუნებული ხარ, რაიმე მოგივიდეს, არ გეღალატებენ და არ მიგატოვებენ და დაიჯრებით, დაიუბები, პატრონს ჩაგაბარებ. ეს ომის დაუწერელი კანონია, მეგობარი, ტყვის მეგობარი, მეც არაფერს არ ვიშ. როგორი იყო ის დღე, როცა ომი დამთავრდა და სახლში დაბრუნდით? სასწაული იყო, იმიტომ რომ ნეულე და ჩემი რძალი ძმის სული მორგში დამეძებდნენ. ვერ მევნახეს ორში ბიჭები რომ დაიღუპა. მე აქ აპრილში მორგში დამეძებდნენ, ვერ ვნახეს. როგორ სასახლეს ეწერა ჩუბინიძე. იყო ასეთი ეს, იმიტომ რომ ერთი პერიოდი მომიწია ჩამოსვლა, პატარა ისტორია, მაგრამ მოვყვევ საინტერესო ისტორია. პანტიკო თოდრია იყო ტრიციპერის 31 ქარხნის დირექტორი. შევედით მე და ეს ქურთი თემური მამიანი იმასთან და უთხარ ბიჭები დაგვეუბნეთ ჩამოვასვენეთ და სასახლე არ ქონა. მორგში რომ მოვასვენეთ ბიჭები, სასახლე არ იყო, ჭირდა. ახლა ხელოსანს ადნახავ მასალა ხომ და ეს და ჩამოდი, წავიდეთ მე ვთქვა და მივედით პანტიკოსთან. პანტიკო იყო უნიკალური პიროვნება, ის 89 წლიდანაც მახსოვს, იმიტომ რომ მანქანა დაგვჭირდა მიტინგზე, მაშინაც მე ვიყავი გამოვართვის მანქანა, მიკროფონიანი მანქანა, დინამიკებით იმით და პარლამენტში გვეყენა იქ. შევედი და გაეცინა და გვიდა, ხო? ხობა ჩაგიციათ ბიჭებს. რამ შეგაწუხათ, სერიოზულად. ესეა. ბიჭები დავებო 4 სასახლე გვინდა. რა პრობლემაა? თქვენ გითხარით, რამდენი გინდა, იმდენ დაგიმზა. ერთი 30 წელი დავიმზადა რა. რო წავიღებ დაფხაზე. შეიძლება მეც მომდა, ნუ შენ არ მოგდე ჩუბინიძე, ვარიც გიახსოვდა, არ მოგდე. 33 წელი აგიმზადე.
და მართლაც 33 სასახლე გავგატანა. და ერთზე იყო ლუსმით, კინისიმით დაძერი ჩუ ბინიძე. ეს ახლა ვიატუალ დასიყო, ჩანდა რა, თუ დააგვინდებო ჩანდა. და ვიღაცამ ხო წაიგითხა ზე მაშინ ჰოსპიტალში ოჩამგირეში. და გავარდა ხმა ჩვენი მოვდა. ეს გავცელებული ხმა. ავდა ერთი ბაქრაძე. მეგომარი გამოიქცეოდა შუამომიდა. სმელი ბიჭი იყო პროვინციაში. რომ მორჩებოდა მე ესე თქვა სტუდენტები ხარ პროშვა ამგლავი წამოვიდოდა იქიდან. განმოფრინდებოდა ვერ დალიოეთ ქუთაისიდან თბილისში და სახში მიდიოდა ჩემთან ბორშ გამზადი აღარ ზალა მეულეს ეუნება რა ხუმრებოდ მოასვენებ ბორშვა ხლაივე ის სტუდენტია იქ და მოკლავე და რა იქნებოდა ასე გავარდა ხარ რომ მომკლეს მივიდა მეულის მრამდე და დამეძებენ მორჩი ვერ ნახეს რო შევავე კარები და შევედი სახში სასახლე იყო ცოცხალი რა თქმა უნდა ბავშვებიც პატარები მაღავდა მაშინ ბიჭები და მამის დანახვა ვის არ უხარია რა სამა უფრო რთულია ომში ყოფნა თუ მშვიდობიან ცხოვრებაში მისგან გამოღწევა ომისგან გამოღწევა ხო ომში ყოფნა შიგნით უფრო ომში ყოფნა მე მაგალითად ომში ყოფნა მირჩევნია იქიდან გამოღწევას იმიტომ რომ იმ გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს ჩემზე უგვეთესა მე უნდა გავაკეთო ეს ვალდებული ვარ მე უნდა გავაკეთო ბოლომდე რომ გამოვეცალო ვინ გააკეთებს ჩემ გასაკეთებელს ომმა რა შეცვალა თქვენ პიროვნებაში ყველაზე მძაფრად პრინციპული გავხდი ასე პრინციპული არ ვიყავ ომმა გამხდა პრინციპი ავდაჯერებული და პრინციპი 70 წლის ვარ და აი დღესაც შემიძლია იარავი ავიღო და ვიბრძოლო ჩეულებით პატარა ბიჭი ყოველ შემთხვევაში გული ამას მეუბნება და შეძლებაც მაქვს თქვენ როგორ ფიქრობთ რას უნდა ეუბნებოდეს აი დღევანდელი თაობა იმ თაობას რომელმაც ეგ ომი გამოიარა დღევანდელი თაობა უნდა აფასებდეს არავინ დაუფასებელია ხა ეს გადაცემა არ არის იმის გადაცემა მაღაზია რო ვილაპარაკო ალბათ დამჯდები 1-6-ისა არავით აფასება არა ეგ არის ცუდი ძალიან ცუდი საერთოდ უფროსების დაფასება არ იცის მომავალმა თაობამ ეს უნდა იყოს ეს არ ისწავლება სკოლაში ეს ისწავლება ოჯახში სიწმინდე პატრიარქი სწორად ჩამოვიდა და თქვენი აზრით როგორ იცის დღევანდელმა თაობამ აფხაზეთის ომის ფასი აი სიასწავლეს როგორც იმასე რა აი ძალიან მარტივად რა თქმა უნდა ხო საგაჩაღოთ იყვნენ წასული სამარადიოროდ და საგაჩაღოთ იყვნენ წასული ამას იცით ვინ ძახის ვინც იქ არ ყოფილა არც ეკუთვნოდა რომ ყოფილიყო არ წამოვიდა დღეს კიდე თბილადგილზეა ანუ ის ექნება გახსნილი კოოპერატივი ანუ საწარმოო სახელმწიფოს ხარჯზე თუ არა თავისი მიწოდნით და თავისი იმას ვერ გააკეთებ. კარგით. გასეთყოდით ახალგაზრდას, რომელსაც დღეს სამხედრო გზა აინტერესებს. აუცილებლად მე ჩემ შვილიშვილებს ასე ვუნები, აუცილებლად სამხედრო უნდა გაიარო სამხედრო. სამხედროში უნდა იქნენ გაწვეული, მაგრამ ასეთ იმაში არა, ისეთ ნაწილში აი მარტო დაცვის ობიექტებს არა სამხედრო ჯარისკაცმა უნდა ისწავლოს ყველაფერი. დილას რომ მიდიან და 6 საათზე სახში უნდა. ხო, 6 საათზე მოდიან და ყოველ მესამე არ არის ეგ სამსახურით. არ არის ეგ ჯარი. ჯარში უნდა ისწავლო ყველაფერი. საშუალო სკოლაში ისწავლებოდა ტრაქტორი და მანქანა. ჯარში ტემპეს არება თუ არ იცი, ბეტერის არება არ იცი. გაუბიციდან არ გისვრია, ტანკის ტარებაც უნდა იცოდე. უნდა იცოდე ყველაფერი, იმიტომ ხარ ჯარისკაცი ყველაფერი უნდა იცოდე და რომელიც მოგეწონება მე შენ თვითონ სადაც ჩათვლი, შენ სპეციალობად აირჩი. ხო. აი ჩარდები და რეზე ჩამოყალიბებული, რეზე იმ ორ წელს რომ დაამთავრებ თუ რამდენი ეხლა არ ვიცი. წელიწად ნახევარი იყო. ხო, წელიწად ნახევარი იყოს, მაგრამ
უკვე ჩამოყალიბებული რეზერვისტი იქნება. რეზერვი აუცილებელია. მე ეგრე გამიგონია თორე დაზუსტებით არის. ერთადერთი გორის აკადემიაში ასწავლიან თავიდან ბოლომდე ყველაფერს. მომავალ ჯარისკაცებს და ოფიცრებს თორე თვითონ არის რომელიც წევამდელები არის და წევამდელებს უნდა ასწავლოს. ხო და ამათან სწავლება იმდენად არ მიდის რაღაც რატომ და აი საშუალო სკოლებში სამხედრო გაკვეთილები უნდა დაბრუნდეს. საშუალო სკოლაში რომ დაბრუნდება გაკვეთილები დაინტერესდება თვითონ იქ მოზარდი. და უკვე ჯარში გაწევა რო იქნება ის სავალდებულო სამსახურში წავა და უკვე ეცოდინება რა უნდა და იქ თავისუფლად რო ნახავს ყველაფერს აირჩევს მე პროფესიას უკვე იმ წელიწად ნახევრის პროფესიას აირჩევს და დაეუფლება იმას. დიახ. თუ უკან გაიხედავთ რა არის ერთ-ერთი მთავარი აზრი რომელსაც რომელიც ომმა და ცხოვრებამ ერთად გასწავლათ. ერთგულება, პატიოსნება. ეს არის ვინც მიცნობს, ყველა მიცის, რომ ომის შემდეგ, ომამდე ეს ოჯახში ადამიანი რო გაიზრდება, ის ან არის პატიოსანი, ან არ არის პატიოსანი. ეს დავამატებდი. საშუალო არ შეიძლება რომ იყოს. ხო, მე ეს დავამატებდი. სივრონებაზე სწრაფი გადაწყვეტილების მიხედვით. ხო, სივრონებაზე აუცილებლად სწრაფი გადაწყვეტილებაა საჭირო მისაღები. თორე მე რო ვეღარ ვუმრები, რომ გადაბრუნდება, იმას ვეღარაფერ ვერ შეგაც ხო. და ბოლო კითხვა. არაფერს გითხავთ? რა ვიცი, კითხვა როგორ არა, კითხვები ბევრი მაქვს. კითხეთ გიგვას. როგორ მიგაჩნია საქართველოს თანამდებობაზე უნდა იჯდეს პიროვნებები, ვისაც სამხედრო სავალდებულო არა გავლილი და ჩემი კატეგორიის და ჩემი ხნევნობის ხალხი თანამდებობაზე უნდა იჯდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის რა პირველ გაუკეთებით, ან პარლამენტში უნდა იყვნენ, ან თანამდებობაზე, ან კომერციულ სამსახურში. აი ეს მინდა. თქვენ როგორ ჩემი აზრი ერთადერთია და მოკლე და კონკრეტული. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სამხედრო გზა გავლილი. აბსოლუტურად ყველას. ეს მაგის მოყრება ყოველთვის. დიდი მადლობა. კარგად გაგებოთ, კარგი იყო თქვენთან საუბარი. რა ვიცი, ცოტა ძველი ამბები გამახსენა და თმებში ეხლაც დამოუკიდე. რა ვქნათ, გასახსენებელია, უნდა გავიხსენოთ. კი, ჩვენ თორე გავიხსენებთ, არ უნდა მიეცეს ეს არავინ მათ აღარ მოიგონია და მე მგონია კიდე ეს ჩემი თაობა დარჩენი რომელსაც ახსოვს ეს ტყივილები რა არის და აი ჩემს წამოსული თაობა თითქმის პატარა ბავშვები იყვნენ იმათ რა უნდა ახსოვდეთ. არაფერი. კი ბატონო, დიდი მადლობა. კარგად გაგზავნებოთ ახალმეთ. ჩვენი გადაცემა დღეს ერთი ადამიანის ისტორიით დასრულდა, მაგრამ სინამდვილეში ეს მთელი ქვეყნის ისტორიაა. ომის გამოცდილება უკვალოდ არ ხდება. ის იბეჭდება ადამიანებში, რომლებიც მშვიდად და თავდაბდალად აგრძელებენ ცხოვრებას. ვიცე-პოლკოვნიკ დავით ჩუბინიძის სიტყვები შეგახსენებს, რომ სამშობლო მხოლოდ მიწა არ არის. ეს ადამიანები არიან, ვინც მისთვის იბრძოდა, იბრძვის და იბრძოლებს. მადლობა ბატონო დავით თქვენი ხურცლობაზე. სიმამაცეზე და იმაზე, რომ ომის შემდეგაც ინაჩვენებთ მშვიდობიან. ვინ იქნება შემდეგ?